გამარჯობა, მე ნინო სიხარულიძე ვარ, ქართულის მასწავლებელი. დღეს ჩვენ დინოზავრების შესახებ ვისაუბრებთ. დააკვირდი, რამდენი სახეობის დინოზავრია ჩემს მაგიდაზე. ტექსტი, რომელიც ახლა უნდა წაგიკითხო, განსხვავდება სხვა გაკვეთილებზე წაკითხული ტექსტებისგან. იცით? აქამდე ყველა ან მოთხრობა იყო, ან ზღაპარი, ან ლექსი და ყველა მათგანი წერლის ან პოეტის მოგონილია, ხოლო ის, რაც ახლა უნდა წაგიკითხო, ეს მეცნიერების მიერ გამოკვლეული საკითხებია. ზოგი ფაქტია, ზოგი მოსაზრება. მაშასე, დავიწყოთ. სათაური ტექსტის, რომელიც ახლა უნდა წაგიკითხოთ, ასე ჟღერს. სად გაქრნენ დინოზავრები? მოდით წავიკითხოთ. დინოზავრზე ბევრი რამ არის ცნობილი. ვიცით, რომ აღმოჩენილია დინოზავრის უამრავი სახეობა. ზოგი მათგანი სიმაღლით 7 სართულიანი სახლის ხელა იყო. აი ახლა გაჩვენებ, ნახე, რამ ხელაა ეს დინოზავრი? ზოგი მათგანი კი ადამიანს მუხლამდეც ვერ მისწვდებოდა. დიდი მოცუცქნული იყო ზოგი. ზოგი ბალახს ჭამდა. ზოგი კი ხორცს. ისინი ძალიან დიდი ხნის წინ გადაშენდნენ. თუმცა დღემდე მოაღწია დინოზავრების ძვლებმა, კბილებმა, ნაფეხურებმა. რატომ გაქრნენ ეს ვეება არსებები? ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მიზეზი ვულკანის ამოფრქვევა იყო. ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მიზეზი ვულკანის ფერფლი იყო. მან დაფარა მიწა. ამის გამო მცენარეები ფერფლის ქვეშ აღმოჩნდა. მათ გარეშე კი ცოცხალი არსება როგორ გაძლებდა. ზოგის აზრით, დინოზავრების გადაშენების მიზეზი ასტეროიდია. იცი რა არის ასტეროიდი? ასტეროიდი არის პატარა პლანეტა. და მეცნიერები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი ასეთი პატარა პლანეტა დედამიწაზე ჩამოვარდა. ის დედამიწას დაეჯახა. ასე გაჩნდა მტვრის სქელი ფენა. მტვრის ღრუბელი ცაში აიჭრა და მზეს დაეფარა. მზის სხივებმა ვერ მოაღწიეს დედამიწამდე. ამ დროს ძალიან აცივდა. სწორედ ყინვის გამო დაიღუპნენ დინოზავრები. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ისინი რაღაც დაავადებამ გაანადგურა. ამ აზრს ბევრი არ იზიარებს. მეცნიერები ახლაც აგრძელებენ კვლევას ამ საკითხზე. იმედია, ზუსტ პასუხს მალე იპოვიან. ტექსტი, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, იყო ნამდვილად, რეალურად არსებულ ცხოველებზე და რეალური ისტორიები მათ შესახებ, რომელიც მეცნიერებმა კვლევებით დააზუსტეს, დაადგინეს და შეიტყვეს. ჩვენ ახლა უნდა შევეცადოთ, რომ გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, ანუ გავყოთ ორ ნაწილად ფაქტები და მოსაზრებები. ყურადღებით. ფაქტი პირველი, რომელიც დინოზავრების შესახებ ამ ტექსტში ეწერა, იყო ის, რომ ზოგი ბალახს ჭამდა, ზოგი კი ხორცს. მეორე ფაქტი თუ გახსოვს, ან ნებისმიერი რომელიმე მათგანი. აი მე გამახსენდა, რომ ზოგი ძალიან დიდი იყო, ზოგი კი ძალიან პატარა. ასევე ჩვენამდე მოაღწია დინოზავრის ძვალმა, კბილმა და ნაფეხურმა.
მეცნიერებმა სწორედ მათი დახმარებით დაადგინეს დინოზავრების შესახებ ძალიან ბევრი რამ. სიმაღლე, რითი იკვებებოდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ და ასე შემდეგ. ახლა მივხედოთ მოსაზრებებს. მოსაზრება ეს არის დაუზუსტებელი რაღაცასთან დაკავშირებული შეხედულება, აზრი, რომელიც შეიძლება იყოს სწორი, ან შეიძლება იყოს მცდარი. ნახოთ რა იყო ეს. პირველი, ეს იყო ვულკანის ფერფლმა დაფარა მცენარეები. ზოგი მეცნიერი ასე ფიქრობს. ცოცხალი არსება მათ გარეშე ვერ გაძლებდა. რა იყო მეორე მოსაზრება თუ გახსოვს? აბა ვნახოთ. ასტეროიდი დედამიწას დაეჯახა. გაჩნდა მტვერი, რომელიც მზეს აეფარა. ძალიან აცივდა. დინოზავრებმა ყინვას ვერ გაუძლეს. ეს იყო მეორე მოსაზრება. და მესამე. დინოზავრები დაავადებამ გაანადგურა. ჩვენ შევძელით გამოგვეყო ფაქტები და მოსაზრებები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ფაქტები არის დაზუსტებული ინფორმაცია, ხოლო მოსაზრება ეს არის შეხედულება, აზრი, რომელიც შეიძლება იყოს მცდარი, ან შეიძლება იყოს მართალი. ახლა კიდევ მინდა შენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ტექსტი, რომელიც მე წაგიკითხე, რითი განსხვავდებოდა სხვა ტექსტებისგან. ეს ტექსტი გახლდათ საინფორმაციო. და რატომ? ამ ტექსტით ჩვენ გავეცანით ფაქტებს და ინფორმაციას დინოზავრების შესახებ. რაც შეეხება აგებულებას, სათაური და აბზაცები აქ ისევია, როგორც მოთხრობაში, როგორც ზღაპარში. და სიტყვები. სიტყვები საინფორმაციო ტექსტში უფრო იშვიათად გამოყენებადი სიტყვებია ხოლმე მაშინ. მაგალითად, კვლევა, როდესაც ჩვენ თანატოლებთან საუბრობ, თამაშობ, ხა სიტყვა კვლევას ხომ არ დაასახელებ, ხომ არ გამოიყენებ, ან სიტყვა ასტეროიდი, ან სიტყვა თქვათ აღმოჩენა, გადაშენება. ეს არის ისეთი სიტყვები, რომელსაც იშვიათად ვიყენებთ, სამაგიეროდ საინფორმაციო ტექსტში ეს ხშირად შეიძლება შეგხვდეს ხოლმე. რა თქმა უნდა, საინფორმაციო ტექსტი მარტო დინოზავრების შესახებ არ იქნება. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ცხოველის, მცენარის შესახებ, რაიმე საგნის ან მოვლენის შესახებაც. მოდი ახლა დავალებას მივხედოთ. დავალება ასეთი გაქვს. დახატე ახალი სახეობის დინოზავრი და ისაუბრე მის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე წარმოიდგინე, რომ მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი სახეობის დინოზავრი, რომელიც აქამდე არ აღმოუჩენიათ. რა უნდა გააკეთო შესრულების დროს? დახატე, როგორი წარმოგიდგენია იგი. მოუფიქრე სახელი. დაწერე მის შესახებ, სად ცხოვრობდა, როგორ გამოიყურებოდა, რით იკვებებოდა. წერა შეგიძლია დაიწყო ასე. აღმოჩენილია დინოზავრის ახალი სახეობა. წინადადების ბოლოს აუცილებლად დასვი წერტილი. რა თქმა უნდა, როდესაც დავალებას დაასრულებ, გადაიკითხე და თუ რამე გამოგრჩა ჩაამატე. ახლა კი შევაჯამოთ. რა ვისწავლეთ დღეს? დღეს ჩვენ ვისწავლეთ, რას ნიშნავდა სიტყვა ასტეროიდი, პატარა პლანეტას. ვისწავლეთ, რა არის ფაქტი, ეს არის ნამდვილი ამბავი, მოსაზრება, ანუ შეხედულება, აზრი და ასევე ვისწავლეთ, რომ ტექსტი თურმე შეიძლება იყოს საინფორმაციოც და ის გვაწვდის ინფორმაციას რომელიმე საგნის ან მოვლენის შესახებ. დღესთვის სულ ეს იყო. გემშვიდობები. კარგად.